მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან ზოგადად მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ დაგეცნობით მე ვარ კატო. მინდა გითხრათ, რომ განვაახლე მუშაობა და არის აქციებიც, ისე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაგეგმოთ თქვენი მომავალი, როგორ და რანაირად უნდა გააკეთეთ და როგორც აღნიშნეთ წინა ვიდეოებში, და რო არ არის უბრალოდ პარტნიორულ ურთიერთობასთან, ფიქრით ნებამოქმედებასთან მიმართებაში, ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი თვით განვითარებისთვის, თუნდაც, ანუ რა ასპექტებში გჭირდება განვითარება, რა ასპექტების დაალაგება გჭირდება, სად ჩვენი ქვეცნობიერი რას მალავს ისეც, რომელსაც აი რაღაცნაირად ხო არის ხომ რომ რაღაცა ხდება ჩემში, მაგრამ ვერ გარკვევ, ხო აი ყველაფრის გამარკვევა შეუძლია ტაროს, ისე რომ შეგიძლიათ ამ კუთხითაც მიმართოთ და გააცნობიეროთ თქვენი ეხლანდელი მდგომარეობა და თქვათ მომავალში როგორ განეგრძოთ, ხო, ასევე რა კარმული პერიოდი გაქვთ, ან რა კარმული გაკვეთილები გელოდებათ, ხო, ასე თუ ისე პასუხები გექნებათ და მზად იქნებით თქვენი ცხოვრების რაღაცა გარკვეულ საფეხურებზე გადასასვლელად. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას გავაკეთოთ ესეთი გაშლა, რა გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორმა თქვენთან მიმართებაში. რა გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორმა. მოდით, ეს როგორ ვთქვათ, ერთი ვარიანტი რო არ იყოს და უფრო მარტივი იყოს, რაღაცნაირად ორ ვარიანტად გავაკეთოთ. და გავაკეთოთ ესეთი ვითელი სანთელი იყოს პირველი ვარიანტი და ესეთი ლურჯი იყოს მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და რა გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორმა თქვენთან დაკავშირებით. ნახავთ. პირველ რიგში ნახავ რა ურთიერთობაა ახლა ამ ეტაპზე. იმედია ჩაიფიქრეთ, მეორე ვარიანტს გადავდგავ, პირველი ვარიანტი ვით აირჩია. ნახოთ რა ურთიერთობაა ახლა ამ ეტაპზე. ნახოთ. პირველი ვარიანტისთვის. რა ურთიერთობა არის დღესდღეობით? რა ურთიერთობა არის დღესდღეობით? აქ შესაძლებელია ვინმე თავის მეუღლესაც უყურებდეს, ან პარტნიორს, რომელთანაც აქვს კომუნიკაცია, ანუ ესე ვთქვათ, ურთიერთობა, რომელიც არის სამსახურებრივი კუთხით დაწყებული, ხო? აქ არის ურთიერთობა ან სამკუთხედი სიტუაცია გაქვთ, ესე რომ ვთქვათ. ანუ პირველი ვარიანტის მდგომარეობა არის ესეთი. ეს არის ურთიერთობა, რომელთანაც გაქვთ შესაძლებელია სამსახურებრივი გადაკვეთა და ასევე ეს ადამიანი არის დაოჯახებული, ანუ ან უბრალოდ შეიძლება სხვა ურთიერთობაც აქვს და სამკუთხედ სიტუაციაში ხარ. თუმცა ურთიერთობა თითქოს და მაჩვენებს, რომ რაღაცა ძალიან ძველიც არ უნდა იყოს, ხო, რაღაცა ისეთი 10 და 20 წელს არ მოიცავს, ხო, აქ არის რაღაცა ახალი დაწყებულიც არის თქმის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ახალი ურთიერთობა, ესე ვთქვათ, ხო, თქვა შეიძლება 1 წლის ურთიერთობა იყოს. ყოველ შემთხვევაში პირველი ვარიანტის წარმომადგენლები ეს არიან ადამიანები ურთიერთობაში, სადაც ან სამკუთხედ სიტუაციაში იმყოფებიან, ან უბრალოდ გადაკვეთის წერტილი არის თანამშრომლობა სამსახური. კარგით, ნახოთ. რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა? თავად პენტაკლების მეფემ რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში? მისი გადაწყვეტილება თქვენთან მიმართებაში. რო გითხრათ, რომ ჩამოყალიბებულია თქვენ, ნამდვილად არ არის ჩამოყალიბებული ეს ადამიანი ურთიერთობაში და გადაწყვეტილებაში.
ადამიანს ჯერჯერობით აქვს ესე ვთქვათ თავისი საქმეები, სადაც უბრალოდ უნდა გადადგას ნაბიჯები, წავიდეს გამარჯვებისკენ, წავიდეს წარმატებისკენ, წინ კარიერა ელოდება კიდევ უფრო დიდი, უფრო საინტერესო. მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს არაფერიც არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პირიქით. უფრო ჩიხში შეყავს სიტუაცია, უფრო რაღაცა კონფლიქტურ სიტუაციაში შეიძლება შეყავდეს. ერთადერთი რაღაც გადაწყვეტილებაც აქვს ამ ადამიანს, რომ კომუნიკაცია არ შეწყვიტოს და კომუნიკაცია გქონდეს თქვენთან მიმართებაში. დაფარული კომუნიკაცია. ნუ როგორც თქვი სამკუთხედია, როგორც ჩანს, რა გადაწყვეტილება მიიღო? არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია ჯერჯერობით, ჩემოკარგებო, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ერთადერთი გადაწყვეტილება აქვს ის, რომ იყოს ესე დაფარულ მდგომარეობაში. დახურული ურთიერთობა, კომუნიკაცია არ გავწყვიტოთ, მაგრამ აქ გადაწყვეტილების მიღება ცოტა რთულია, იმიტომ რომ ადამიანი სხვა საკითხებითაც არის დაკავებული, ესე რომ ვთქვათ, და შესაბამისად მარტო ამაზე არ ფიქრობს. მისი გადაწყვეტილება არის, რომ უბრალოდ გქონდეს თქვენთან რაღაცა ემოციური კავშირი, ნება, რაღაც მიიღოს მისთვის სასურველი და საჭირო ურთიერთობა თქვენგან, მაგრამ როგორც ასეთი, რომ გადაწყვეტილების კუთხით რაღაცა პასუხისმგებლობები აიღოს რაიმეზე, აქ ნამდვილად არ არის. აქ უბრალოდ ადამიანს ხელგანებით, ანუ ადამიანი გაწელავს დროს, გაიყვანს დროს, შეიძლება რაღაცა დაგკვირდეთ, რომ აი პროცესია, ვთქვათ, ოჯახის დანგრევასთან მიმართებაში, ან რაღაც მეორე პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტასთან მიმართებაში, მაგრამ ადამიანს არაფერსაც არ არაპირებს, არაფერს არ აკეთებს ამაგისად, ნამდვილად. აქ უბრალოდ ადამიანი ეცდება მაქსიმალურად გაიყვანოს დრო, მაქსიმალურად შეეცადოს, რომ რაღაცა შეგაჩვიოს თავისი ემოციებით, თავისი რაღაცა თავბრუსდამხვევი სიტყვებით, რომელიც ქმედებაში ნაკლები იქნება და ესე ვთქვათ, ურთიერთობა უბრალოდ იქნება ჩიხში, ხო? აქ ადამიანს ეშინია რაიმე გადაწყვეტილების მიღებისაც კი. ნუ ეხლა თუ ადამიანი არის ოჯახურ ურთიერთობაში, ნამდვილად შეეშინდება იმ კუთხით, რომ უბრალოდ ამას შეიძლება მოყვეს მერე ძალიან დიდი სკანდალი, ხო? ამას შეიძლება მოყვეს ძალიან დიდი აურზაური, ხო? თუ შვილები ყავს, მით უმეტეს აქ შვილების ჩარევა და ასე შემდეგ, ხო? ისე რომ აქ ადამიანს რო გითხრათ, რომ რაღაცა გადაწყვეტილების მომენტი მიიღოს კი არა, გადაწყვეტილების მომენტიც კი აფერხებს და აშინებს ამ ადამიანს, რა რაღაც მომენტში შეიძლება თქვენთან დაშორებაც არ უნდა და თქვენთან დაშორებაც აშინებს, იმიტომ რომ თუ აქ თქვენ მართლა პლუს გაქვთ გადაკვეთის წერტილი რაღაცა ანუ კარიერული კუთხე შესაძლებელია, ნუ არ უნდოდეს ხო რაღაც იქ გამოჩნდეს ეს სიტუაცია, რაღაცა ამბავი ვიღაცამ გაიგოს, ხო? პირველ ვარიანტად რა გითხრათ, აი ძალიან სულ მინდა ხოლმე რომ გულით თქვა, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება და ძალიან სასიამოვნო, მაგრამ სამწუხაროდ ახლა პირველი ვარიანტის ადამიანებთან ფიზიკურად ადამიანი ხა ყველა თქვენი სიტუაცია კარგად იცით და საჯარო გასტროში ძნელია ხა კონკრეტულად ვის როგორი მდგომარეობა აქვს თქვენ უფრო იცით, ხო? და თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ადამიანს ყავს სხვა პარტნიორიც, აქ ცოტა გაურკვეველი მომენტები იქნება. თუ თქვენ დაფარული ადამიანი ბრძანდებით პარტნიორისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცი იქნება თუ ქალი იქნება, ხო? ეს ურთიერთობა გაგრძელდება, მაქსიმალურად ეცდება გაგრძელებას სიტუაციისას, დროის გაწელვას, რაღაც თავისი სიტყვებით, რაღაც ემოციებით, შეიძლება საჩუქრებით, მაგრამ როგორც ასეთი რამე ქმედება, რამე გადაწყვეტილება, რამე ის რო აი ყველაფერს ან ვთქვათ, ვერ გამოვდივარ ჩიხიდან თქვენთან ვასრულებ, ან პირიქით იქ ვასრულებ, ესეთი რამე მსგავსი ამ ადამიანის. ანუ ნახეთ, მე არ ვიცი ხო ვინ არის ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ პენტაკლების მეფე თამოვიდა და რაღაცა აჩვენებს, რომ ძალიან ისეთი მყარი, ძალიან ისეთი ჭკვიანი, მოზომილი ადამიანია და ესეთი მიწაზე მყარად დგას. მე ესე გეტყვით, რომ ადამიანი ვერ წარმომიდგენია მყარი ადამიანი იყოს ეს რაღაცა სუსტი და რაღაცა შიში ჰქონდეს და გადაწყვეტილების
მიუღებლობის მდგომარეობა ქონდეს, ხომ? ხა ადამიანმა ან იცი რა გინდა, ან არ გინდა, ან გინდა, ან არ გინდა, ხო? რაღაც ყოველთვის ვიცით რა გვინდა ადამიანებმა, რა ესე არ არის, რომ აი ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, არ ვიცი რა მინდა. არ ვიცი რა მინდა, უბრალოდ ეს არის ის მომენტი, როდესაც ვერც გითმობათ, მაგრამ თან ხვდებით, რომ აზრი არაფერს არ აქვს, აი რაღაც ეს მომენტია. აი ზუსტად ეგ მომენტი აქვს ამ ადამიანს. ვერც თქვენ გთმობთ, მაგრამ იქაც გამორიცხულია, ხო? თუ კონკრეტულად იცით, რომ ამ ადამიანს ყავს მესამე ან პარტნიორი, კონკრეტულად მესამე ადამიანი. თუ ანუ არ ყავს მესამე ადამიანი, მაშინ ეს თქვენი გაშლა არ არის პირველი ვარიანტი, ვინც აჩეთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ამ ადამიანს ვიღაცა უბრალოდ დარწმუნებული ხართ, რომ ვიღაცა არ ყავს. სამწუხაროდ გეტყვით, რომ არაფერიც არ აქვს გადაწყვეტილი. უბრალოდ შეიძლება თავის თავთან რაღაცა კამებში იყოს, რაღაცა ფიქრებში იყოს, რაღაც გაურკვევლობებში იყოს, მაგრამ აი ისიც ხანდახან, იმიტომ რომ თავისი საქმეებით ძალიან ბევრი აქვს ამ ადამიანს და დიდად არც იტყვის თავს ფიქრით, ვთქვათ. მეორე ვარიანტი, ნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენმა პარტნიორმა თქვენთან მიმართებაში. რა გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორმა თქვენთან მიმართებაში, ნახოთ, რა ურთიერთობა მეორე ვარიანტი. იმედია, შვიდობა იქნება. მეორე ვარიანტის ურთიერთობა. აქ სტაბილური სიმშვიდე, სიწყნარე, რაღაცა რა ხდება სამკუთხედები მაგ დღეს? რა ურთიერთობა? აქ შეიძლება ითქვას, აქ იყო ძალიან კარგი, მყარი, სტაბილური ურთიერთობა, შესაძლებელია ვიღაცებისთვის აქ ოჯახური მდგომარეობაც იყო, შესაძლებელია ვიღაცები უბრალოდ დაოჯახებას აპირებდნენ და ადამიანი რაღაცა შეიძლება ითქვას, რომ გაურკვევლად რაღაცა ახლის ძიებაში წავიდა. ახლის ძიებაში წავიდა და გადმოხდა სამიან ხმალი. აქ უკვე რაღაცა მომხდარი არის სიტუაცია, რომელმაც ძალიან მტკივნეულად იმოქმედა თქვენზეც და შესაძლებელია მასზეც და ახლა რაღაცნაირად შეიძლება რაღაც მომენტში ეგუებით კიდევაც ამ სიტუაციას, ყოველ შემთხვევაში რაღაც სკანდალები შეიძლება არ აწყოთ, ხო? აქ ურთიერთობა არის, რომელიც დაიშალა. ნახოთ, აბა, დასული ურთიერთობა, წასული ადამიანი, შეიძლება რაღაც დროებით პაუზაზეც გავიდა, ხო, თქვათ. როგორც ხდება ხოლმე, თავში უნდა გამოერკვეს და მე რაღაცას გეტყვით, ხო, აი რაღაცა ეს მომენტიც არის აქ. ნახოთ. რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა თქვენთან მიმართებაში? აი, არც არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია. იცით რა არის ეს ადამიანი? მე ესე გეტყვით. თუ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრება ბოლომდე კარგად არ იცოდით, მე გეტყვით, რომ შესაძლებელია ეს ადამიანი უბრალოდ თავის თავში გასარკვევად კი არა, სხვა ადამიანთან წავიდა. გადაწყვეტილებას რაც შეეხება, გეტყვით, რომ აქ როგორი მომენტია, ცით რომ მესამე პირებიც არიან ჩარეულები. ოღონდ ნახეთ, მესამე პირებს მე არ ვიტყვი აქ, რომ აქ ოჯახური მდგომარეობა. შესაძლებელია აქ იყოს რაღაცა მშობლების მდგომარეობა, რაღაცა შვილი თუ ყავთ, ვთქვათ, და გაშორებული არის მისის შვილის მდგომარეობა. ადამიანი რაღაცას იტყუება, ხვდებით. ადამიანი არის ადამიანი საბოლოო ჯამში მიდის თქვენგან. ესე გეტყვით. ნახეთ, თუ თქვენ დროებით ურთიერთობა, ანუ დროებით გაწყვეტილი ურთიერთობა გაქვთ,
მე გეტყვით, რომ ეს დროებით გაწყვეტილი ურთიერთობა არის ტყუილი, ადამიანი იპარება ურთიერთობიდან, ადამიანი ცდილობს, რომ გაიპაროს ამ სიტუაციიდან, წავიდეს სხვა ნაპირზე, იქ სადაც თქვათ, ჯერ არის ის რა იქნება და როგორ იქნება, შეინარჩუნოს თავისი სტაბილურობა, თუ რამე სტაბილურობა გააჩნია, ხო გეუბნებით, ახლა მე არ მინდა რომ სულ სამკუთხედი მომენტი იყოს, ხო, რაღაც მომენტში შესაძლოა, ახლა ვიღაც ესე სამკუთხედიც იყოს, მაგრამ ეს სამკუთხედი უფრო რატომღაც მაინც მომდის ისე, რომ აი ეს არის გარე ფაქტორები, ოღონდ აი თქვათ მშობლები, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი, რაღაცა იქ კეთილსურველი მეგობრები, მეზობლები და ასე შემდეგ, ხო, რაღაც ყველას უჯერებთ, ყველას რაღაცნაირად ვაქცევთ ყურადღებას. მეორე მხრივ კიდევ ერთი მომენტი რა არის, ისეთ აი არ ვიცი რატომ მოდის ეს მომენტი, მაგრამ შესაძლებელია რელიგიური და რაღაცა წამსის მდგომარეობაც იყოს და არ ემთხვეოდეს სიტუაცია შესაბამისად, ადამიანი ვერ გადმოდგავს მაგნაბიც, რომ თქვა თქვენთან ერთად იყოს და აქ თუ მსგავსი მომენტი არის, ან რაღაცა ისეთი ცოტა ესეთი სირთულის ადამიანი უბრალოდ ვერ გეუბნება თავის სირთულის მდგომარეობას და უბრალოდ იპარება ურთიერთობიდან. ანუ მისი გადაწყვეტილება რეალურად გამოდის ისე, რომ გამოსავალი ჩიხიდან, გამოსავალი იქიდან, რომ თქვათ რაღაცა პასუხისმგებლობების აღება ცოტა რთული იქნება, არის ის, რომ უბრალოდ გაგერიდოთ, გაგეცალოთ, თავისი ზღუდე დაიფაროს, გადაწყვეტილება რა აქვს. წასვლა აქ ამ ადამიანს, თქვენი საბოლოო ჯამში დასრულება აქვს ამ ადამიანს და ახალი პერსპექტივების, ახალი ურთიერთობების, ახალი ცხოვრების ძებნის მდგომარეობაშია ჩამოკარგება ეს ადამიანი, მე ესე გეტყვით, აბსოლუტურად არაფერს აღარ გააკეთებს თქვენს მიმართ. პირველი ვარიანტი თუ არც იქ იქნება, არც აქ იქნება და ეცდება რაღაცა მომენტებში თითქოს დაიჭიროს ბალანსი. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს გეტყვით, რომ აქ ურთიერთობა დასრულებულია. თუ ჯერ კიდევ ერთად ხართ, იმიტომ რომ აქ მაინც სტაბილურობაც მიჩვენა, ჯერ კიდევ ერთად ხართ და არ არის წასული და რაღაცა ელოდებით ამ ადამიანის გადაწყვეტილებას, მე გეტყვით, რომ ადამიანი ისე გაიპარება თქვენი ურთიერთობიდან, რომ ვერ წარმოიდგენთ. აი, ერთ დილას გაიღვიძებთ და უბრალოდ საერთოდ თუ არსებობდა თქვენს ცხოვრებაში ეს ადამიანი, შეიძლება ეგეც კი თქვენ თავსვე დაუშვოთ რაღაცა სიზმარი ხო არ ვნახევ, იმიტომ რომ ადამიანი ვერ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯებს, ვერანაირად ვერ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს ხო გეუბნებთ, აი არ ვიცი რატომ მომდის, მაგრამ შესაძლებელია აქ რაღაცა იმდენად არ ემთხვევა თქვენი და ამ ადამიანის რაღაცა შინაგანი პრიორიტეტები, რომ აი ხო გეუბნებთ, თუ თქვენ რაღაცა რელიგიური მწამსით რაღაცა არის სხვაობა, შესაძლებელია კიდე ისეთ როგორი მომენტი იყოს, აი ადამიანი არის რაღაცა დასაოჯახებელი, თქვენ თქვათ უკვე მყავდათ ოჯახი, ადამიანისთვის აი შეიძლება ძალიან სიამოვნებს თქვენთან ყოფნა, მოსწონს, უყვარხართ რაღაცა, მაგრამ მიუღებელია, თქვათ, განათხოვარი ქალბატონის მიყვანა სახლში, ან უბრალოდ დაოჯახებულ და გაშორებულ მამაკაც ვერ გაყვება, ხო, ქალი კაცი არ აქვს მნიშვნელობა აქ. ადამიანისთვის რთული მისაღები არის რაღაცა ის საკითხები, რომელიც თქვენთან დაკავშირებით აქვს და მე ესე ვიტყვი, რომ თუნდაც დღესდღეობით ერთად იყოთ, ეს ადამიანი ამ ადამიანს გონებაში აქვს გადაწყვეტილი, რომ წავიდეს ურთიერთობიდან, ახალი პერსპექტივები მოძებნოს თავის ცხოვრებაში, თავის გზაზე გავიდეს და მიხედოს თავის ცხოვრებას. ხო, აი თქვენთან მიმართებაში რაღაცა უჭირს. უბრალოდ რაღაც მომენტში შეიძლება გავუგო კიდევაც ამ ადამიანს, აი მიუხედავად რომ ძალიან მელაკუდურად შეიძლება გაიპაროს, მაინც შეიძლება გავუგო იმ მხრივ, რომ
ხმა, რომ თქვათ მე აი ამის და ამის გამო ვერ გადმოვდგავ ნაბიჯს, შეიძლება ბევრად უფრო ტკივნეული აღმოჩნდეს და თქვენთვის ბევრად უფრო რთული დასამუშავებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ის მომენტი, რომ უბრალოდ წავიდა და აღარ მოვიდა, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. სამწუხაროდ მეორე ვარიანტიც რაღაცა ადამიანის გადაწყვეტილება არის უბრალოდ წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან, გაგერიდოთ და თავის გზას გაუდგეს. მოკლედ, მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს, გისურვებთ ჩამოყალიბებულ, სტაბილურ და გალაგებულ ურთიერთობებს იმ ადამიანებს გვერდით, ვინც თქვენთვის დაყავს სამყაროს, ასე ვთქვათ, არსებობენ, ხო, ეგეთი ადამიანებიც, ჩვენი მეორე მე. და ასე რომ გისურვებთ, რომ აი ეს მეორე მე გეპოვათ, ხო, ის მეორე მე, რომელიც მოგცემთ იმ ბედნიერებას, რომელიც ძალიან გჭირდებათ თქვენს და მასაც. მე კიდევ ერთხელ გისურვებთ ბედნიერებას. დროებით.